მეცინება თან სასაცილო არ არის, იმიტომ რომ რაღაცა ტროტუარზე დგომის გამო, ხა აქაც რომ დგავარ, შეიძლება რაიმე პრობლემას ვქნით. და სასაცილოა მართლა, რომ ტროტუარზე დგომის გამო შეიძლება ადამიანი 1-დან 15 დღემდე წავიდეს იზოლატორში, ანუ სრული აბსურდია, სისულელე არის, ანუ ერთი დღეც კი არ უნდა ვიყოთ ყველაფრის გამო, მაგრამ ნუ რას ვიზავთ, კაცებს აშკარად ძალიან ეშინიათ ჩვენი და ცდილობენ, რომ რა ვიცი, ყველანაირი ძალიან ცუდი კანონი და ცუდი ყველაფერი შემოიტანონ, რომ რამენაირად ფიქრობენ, რომ შევჩერდებით, მაგრამ ფაქტია არ ვჩერდებით. სად ხარ პატიმრობისთვის მომზადებული? ნუ თავისთავად კი. დამირეკეს 23 დეკემბერს და მითხრეს, რომ დღევანდელ დღეს 25 დეკემბერს დაბარებული ვიყავი სასამართლოში. იმ ბრალდებით, რომ თურმე მე 17 დეკემბერს შემიქმნია პრობლემა ხალხის გადაადგილებისთვის. ზუსტად ეს კანონი რომ მიიღეს, ახალი ამოქმედებული იყო და ჩემი 17-ში მისვლის მიზეზი ზუსტად ის იყო, რომ 16-ში გოგო მემანიშვილი და მისი წევრები მივიდნენ აქციის მონაწილეებთან და გააფრთხილეს, რომ გააფრთხილეს არა, მიაწვნენ, რასაც ქვია, ასე ჟარგონულად რომ ვთქვათ, რომ კიდევ თუ მოხვალ და კიდევ თუ დადგებით, დაგიჭერთო და შეგიზღუდავთო გამოხატვის თავისუფლებასო. მე პირადად 16-ში არ ვყოფილ ვარ იქ, მაგრამ ეს ყველაფერი კადრებად რომ ვნახე, ძალიან გავბრაზდი მე თვითონ და რა ვიცი, ვერ გავჩერდებოდი 17-ში სახლში, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი გამოხატვის თავისუფლება და ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც გვიწერია ის ფაქტი კონსტიტუციაში, რომ შეგვიძლია გამოვიდეთ ნებისმიერ დროს და გავაპროტესტოთ.